ალბათონებო და ბატონებო, მოგესალმებით დღევანდელ ეპიზოდში, სადაც ჩვენ განვიხილავთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებს საქართველოში. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ გამოგველია სიახლეები საქართველოდან, ჯერ დავიწყებთ ამერიკული სიახლეებით და შემდეგ გადმოვალთ საქართველოზე. ოდნავ. მოკლედ, სამყარო უბრუნდება თავის წესრიგს. სამყარო უბრუნდება 3000 წლის წინანდელ წესრიგს, როდესაც ჰომო საპიენსები შევიქმნით, კაცები ჩვეულებრივად დარბოდნენ, იპყრობდნენ ტერიტორიებს, აუპატიურებდნენ. თავიდან. სამყარო უბრუნდება ძველ წესრიგს, სადაც კაცები კაცობდნენ და ქალები ქალობდნენ. მოგეხსენებათ, ბაიდენის პერიოდში ამერიკას დარხეული ქონდა, თუ შენ მოგწონდა ეს უფრო ვიდრე ეს, შენ იყავი ნაცისტი, ჰომოფობი, რასისტი, ფაშისტი. მაგრამ ეს ყველაფერი გამოასწორა და გარდატეხი მომენტი დადგა, როდესაც სიდნი სუინიმ, ერთ-ერთმა ლამაზმა ქალბატონმა გამოუშვა რეკლამა ჯინსების, სადაც სიტყვათა თამაში იყო. მოკლედ დაგეხსნით რაც მოხდა. სიდნი სუინი გადაიღეს ერთ-ერთ რეკლამაში, სადაც სიტყვათა თამაში იყო, ანუ ამერიკულად, ინგლისურად ჟღერს ჯინს, ანუ ჯინსები, როგორც ჯინს გენები. ხო და სიდნი სუინიმ თქვა, რომ ჩემი ჯინსიო, ყველას ჯობიაო თუ რაღაცა, მოკლედ ეგეთი რა, რომ იგულისხმა ის, რომ ჩემი ჯინსები ლამაზიაო, მაგრამ სიტყვათა თამაში იყო და გამოვიდა ისე, კი არა და თვითონაც გამოიყვანეს მომენტ ეგრე, რომ ჩემი გენებიო ყველას ჯობიაო და რა თქმა უნდა ამაზე ამერიკა აღშფოთდა, შეშფოთდა. ყველამ და გამოთქვა თავისი აზრი, რომ სიდნი სუინი არის რასისტი, ნაცისტი, ფაშისტი, ჰომოფობი, ტრანსოფობი, ქსენოფობი და ასე შემდეგ. მაგრამ სად მოხდა გარდამტეხი მომენტი? ტრამპმა მართლაც ეგიჟია, ანუ თავისუფალი სამყაროს პრეზიდენტმა გამოაქვეყნა სტატუსი, რომ სიდნიო ჯიგარო, ყველა დამეხიოს აგერო, შენო მიაწექიო, რასაც გინდაო, შენ ხარო მართალიო. და ამით მიხვდა ყველა, რომ მორჩა ის პერიოდი, როდესაც ადამიანებს ამცირებდნენ და აკნინებდნენ იმის გამო, რომ რატო არ მოგწონს მსუქანი, შავკანიანი ქალები და რატო გირჩევნია ეს თეთრკანიანი ქალი მსუქან შავკანიან ქალს. არ ვიცი, რამდენად კარგად აგიხსენეთ, იმიტომ რომ ვეცადე, რომ ეს ამერიკული ნიუსი რაც შეიძლებოდა შემცირებინა, მაგრამ მოკლედ თავარი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ თუ ტრამპმა დაწერა ეს, რომ ყველა აგერ დამასკდით თუ და გადამაწყადიზეო, ვისაც რამე არ მოგწონთო, ესე იგი ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვიყოთ. ასე რომ მეც არ ვაპირებ მეგობრებო უკან დახევას და დღეს ჩვენ ლიბერასტების აგერ და მოკლედ გადავხედოთ ქართველ ლიბერალებს და ჩვენს განვიხილოთ, ანუ რამდენად სტრესში იმყოფებიან, რამდენად დიდი წნეხის გადატანა უწევთ ქართველ ლიბერალებს და ზოგადად ვინ ავიწროვებს მათ. ან სუბტიტრებს რო გადახედოთ, ეს ორი ადამიანია ყველაზე მეტად შევიწროვებული საქართველოში და მოდი ვუყუროთ, იქნებ მართლა ძალიან ვავიწროვებთ და რა ვიცი, რაღაც იქნებ ბოდიში გვაქვს მოსახდელი. ხმა არ აქვს რომ მუსიკის გამო არ დავიბლოკო. რატომ გვებრძვიან ასე ძალიან ქვიარებს? ეხლა რა კითხვა გაგიჩნდათ? რა ჩემი მიშა ქვიარები? არ ვიცი მეგობრებო. სხვა შორის მე ერთი მეგობარი მყავს ქვიარი. მიშა, შენს პიდასტი ხარ? არა, ძალიან კარგი გოგოა, ხო და მაგას რო ვკითხე, მეთქი ქვიარი რა შემიძლია თქო? პიდასტი ვარო რა, მეთქი ბაზარი არაა საღო. ხო და მაგრამ ესენი არ გაგცემენ ესე პასუხს. ესენი ძალიან ქვიარები არიან რა. იმ გოგოს სახელს და გვარს არ ვიტყვი, რომ ამათ არ შეზიზღდეთ ის. მოკლედ დაუბრუნდეთ ვიდეოს. რატომ გვებრძვიან ასე ძალიან ქვიარებს? აქაც მე ვახმოვანე, ბრო, არ წაიჩავს ვიდეო. რადგან ქვიარები ვართ კრიტიკულები და ვცვლით მახინჯ ნორმებს, რაც პრივილეგირებულ
რაც პრივილეგირებულ მმართველ კლასს არ აწყობს. მმართველი კლასი ეს ხომ უკვე არალეგალურია. კი, მაგრამ ბრძოლას არ უწყვეტთ. მეგობრებო, ხო, არ გაჩვენებთ ესა, იმიტომ რომ აქ უკვე გაჩვენებთ წესით და ანუ მე მინდა ნახოთ საიდან წერენ ადამიანები ვიდეოს. ანუ სადღაც შუა ტყეში არის აუზი, სადაც ორი გოგო ბანაობს ამ აუზში და საუბრობენ შევიწროვებაზე და მმართველი კლასისგან ბრძოლაზე. ვიცი, ხა ბევრმა იფიქრეთ, ნეტა მე მებრძოლო ეგრე და მე ვიცხოვრო ესე მაგადი. ხო? კი, ზუსტად ეგ არის. ანუ ადამიანები სადღაც შუა ტყეში არიან, ანუ უკან რაღაც ზვავის ჩამოწოლის საშიშროება არსებობს, მაგრამ ესე მაინც შვიდად არიან, იმიტომ რომ ისეთ კარგ ადგილას არიან, რომ ზვავიც არ აწუხებთ, არაფერი აწუხებთ აბსოლუტურად, კამკამა წყალში ბანაობენ, მაგრამ მაინც შევიწროვებულები არიან, მაინც რაღაცა ავიწროვებთ, ვიღაცა ავიწროვებთ. ვინ გავიწროვებთ, ჩემო ქვიარებო, ვინ? შუა ბუნებაში აუზში ბანაობენ, კამკამა წყალში, მაგრამ მაინც სულით კივათ, იმიტომ რომ შევიწროვებულები არიან. ჩემო კარგებო, ვაგზალზე პიკის საათში მეტროში ყოფილ ხართ? ანუ შევიწროვება იქ უნდა ნახოთ. იქ ყველას აბსოლუტურად იდეა, თქვენ ქვიარი ხართ, ტრანსგენდერი ხართ, კაცი ხართ, ქალი ხართ, ქრისტიანი ხართ, ისლამისტი ხართ თუ ამ შემდეგ. ყველას თანაბრად შეგავიწროვებენ. ოდესმე ყოფილ ხართ ვაგზალზე პიკის საათში? არ ყოფილ ხართ. ანუ აი ეს არის შევიწროვება, რომ აუზში შეგიძლიათ ბანაობა, მით უმეტეს გარშემო არავინ ყავთ. თან მე მაინტერესებს, ანუ ვინ ებრძვის ამ ხალხს? ანუ ვიდეოზე ნახვა გაქვთ 3000 თუ 4000. ამდენი ბრძოლა წარგინდათ დაისვენეთ ცოტა. აი ზუსტად ეგ არის. ანუ რას იბრძვით? აუზიდან ვის ებრძვით? მეგობრებო, 3000 ნახვა გაქვთ ვიდეოზე, აი ვის ებრძვით? ალგორითმს TikTok-ის, რომ მეტი ნახვა გქონდეთ თუ აი ჩემ კომენტარებს გადახედეთ. ქუჩაში რომ გავდივარ, მეშინია რომ ვიღაცამ არ დამაჩა ქუჩოს თავპირში და მე არ ვწუწუნებ ამდენს. და თქვენ კიდე აუზში ბანაობთ და რამდენს გვებრძვიან? რამდენს გვებრძვიან? ნუცა უკან წამისვი რა, მხრები არ დამეწვეს უკან. ვინ გებრძვით ხალხო? სად გებრძვიან? საქართველო არის ყველაზე ლიბერალური ქვეყანა, დაჟე ამერიკაზეც კი, რაც ტრამპი მოვიდა, მაგაზე მეტად ლიბერალური ქვეყანა ვართ. ჩემო საყვარელო ქვიარებო, ახალციხის მერობის კანდიდატი ნანახი ყავთ? არა, მე მინდა დავამტკიცო, რომ რამდენად აი, ახალციხის მერობის კანდიდატი რო თქვი ყელში ბურთი მომდი. ანუ ნანახი ყავთ ეს ადამიანი, მხარს რატო არ უჭერთ უკაცრავად? და თქვენ იძახით, რომ ჩვენ ვართ, რა ვიცი, რესპუბლიკელების სახელმწიფო, ჩვენ ვართ ყველაზე ლიბერალური სახელმწიფო. აი, მოდი ვნახოთ. და მართლა მაინტერესებს ახლა ამაზე რა სიტყვით. ქვიარები. უბარი ეთერი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამაზე მნიშვნელოვანი. ეს არის ახალციხის მერობის კანდიდატი. ეხლა რა მნიშვნელოვანესი წელი იყო, ურთულესი წელი იყო. ძალიან რთული იყო იმედის კვირისთვის ეს წელი. ჩვენ ვიყავით ყველგან, სადაც მოვლენათა ეპიცენტრი იყო. მსოფლიოს ყველა რა გიჟია ვარლამი და თქვენ კიდე ამ ყველაფერს აფასებთ? არ აფასებთ არაფერს. თქვენ იმედს ებრძვით. თქვენ ებრძვით ყველაფერს, რასაც ბატონი ვარლამი წარმოადგენს. და მერე მიდიხართ აუზებში, ბანაობთ და იძახით, რომ ჩვენო ქვიარებს გვებრძვიანო. ვინ გებრძვით? ბატონი ვარლამი გებრძვით? აბა მერობის კანდიდატი როგორ არის? დაიბენით ხა ვაფშე აი აირია ხო თქვენი გონება. მაგაშია საქმე, რომ
უნდა დააყენოთ და დააფასოთ რაც გაგაჩნიათ. იმიტომ რომ ეხლა ტრამპი გადაუბლის აბსოლუტურად ყველა ლიბერალს ამერიკაში. ხო და თქვენც დაგენრევათ იცოდე. ასე რომ ბატონი ვარლამი დააფასეთ, სანამ ყავთ. დააფასეთ ეს თავისუფლება, რაც გააქვთ. დააფასეთ ის აუზში ბანაობა, რაც გააქვთ და თავზე ნუ